ვინც ფეხბურთს გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა. აგრძალა ქუჩა. გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო. იმ მუხლებისთვის, რომლებიც პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად გამოიყენება, სანქციები გაორმაგდა ან უფრო მეტად დამძიმდა. ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადაკი 15-დან 60 დღემდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 1000-ის ნაცვლად 3000 ლარი გახდა. ადმინისტრაციული პატიმრობა კი 15-დან 20 დღემდე გაიზარდა. წვრილმანი ხულიგნობის განმეორებითი ჩადენისთვის ჯარიმა გაორმაგდა და 5000 ლარს მიაღწია. ადმინისტრაციული პატიმრობა კი გაოთხმაგდა და 15-ის ნაცვლად 60 დღე გახდა. ვანდალიზმის განმეორებითი ჩადენისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა 12 ჯერ გაიზარდა და 5 დღის ნაცვლად 60 დღე გახდა. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 3000-დან 5000 ლარამდე გაიზარდა. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაკი 15-დან 60 დღემდე. გაჩნდა ორი ახალი სამართალდარღვევა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ლანძღვაგინება და მას შეურაცხყოფელი გადაკიდება, რაც 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხყოფელი ქმედების განხორციელება 4000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ამ ქმედების განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში პირს 6000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. ზოგიერთი დანაშაულისთვის დამძიმდა სასჯელები სისხლის სამართლის კოდექსშიც და გაჩნდა ახალი დანაშაული. მაგალითად, პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მომხმარებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის მუქარა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით. პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდება შეიძლება დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. 2 დღეში მიღებული ახალი წესები ძირს უთხრის მანიფესტაციის უფლებას და მნიშვნელოვნად ამკაცრებს სანქციებს, რისი მიზანიც რამდენიმე თვიანი უწყვეტი პროტესტის ჩახშობაა.